ამაღლობელის მიმართ უკანონო დევნა და მისი საქმიანობის აქტიური პოზიციების გამო მისი დასჯა სამაგალითოდ რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს. ერთი ყველასთვის ცნობილია ეს სისხლის სამართლის ბრალდების საქმეა, თუმცა ამის გარდა დაწყებულია მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმის წარმოება სამართალდარღვევის ფაქტებზე. ორზე პირველი ეხება 173 მუხლს, რომელიც თავის მხრივ ეფუძნებოდა ყალბოქმს და ყალბმტკიცებულებებს, რომელიც ამ საქმეზე იყო წარმოდგენილი. კერძოდ მაშინ, როდესაც 11 იანვარს 2025 წლის 11 იანვარს აქციის მიმდინარეობისას მზია ამაღლობელმა საპროტესტო სტიკერი გააკრა კედელზე, ის დააკავა პოლიციის იმდროინდელმა უფროსმა, აჭარის პოლიციის იმდროინდელმა უფროსმა გრიგოლ ბესელიამ, თუმცა იმის გამო, რომ პლაკატის გაკვრისთვის არ არსებობდა კანონმდებლობაში შესაბამისი საფუძველი, ან პოლიციას არ ჰქონდა პირის დაკავების უფლება, შემდგომ მათ მოუწიათ დაკავების ოქმის გაყალბება და აი ამ გაყალბებული ოქმის პირობებში ჩაიწერა, რომ თითქოს მზია ამაღლობელი ჩადიოდა 173 მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას. ამ ადმინისტრაციულ საქმეში ბათუმის პოლიციის სამმართველომ წარადგინა 2 ვიდეო, სადაც თითქოს ჩანს, რომ მზია ამაღლობელი დაკავებამდე წინააღმდეგობას უწევდა პოლიციელებს სხვების დაკავებაში. თუმცა ვერ მიუთითა თავად, ვის დაკავებაში უწევდა წინააღმდეგობას. ჩვენ გვაქვს მტკიცებულება, რითიც უტყუარად დასტურდება, რომ ეს ვიდეოები, რომლებიც წარადგინა ბათუმის პოლიციის სამმართველომ სასამართლოში, როგორც თითქოს და მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ დაკავებამდე გადაღებული კადრი, სინამდვილეში ეს ვიდეოები გადაღებულია 2025 წლის 12 იანვარს მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის წესით დაკავებამდე დაახლოებით 8-9 წუთით ადრე იწყება და მიდის საბოლოოდ ამ სილის ინციდენტამდე. სახეზეა, რომ რეალურად ყალბდება მზია ამაღლობელის საქმე, მოწმეები ეს სამართალდამცავები, რომლებიც ამ ფალსიფიკაციაში იღებდნენ მონაწილეობას, ყველა ეს პირი პასუხისმგებლობაშია მისაცემი, ვინაიდან სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს მტკიცებულებების ფალსიფიკაცია და გენერალური პროკურატურისთვის მოხდება ჩვენი მხრიდან ამაზე მიმართვა. ამ საქმეს სააპელაციო წესით განიხილავს ხვალ ქუთაისის სასამართლო და ჩვენი მხრიდან ეს მტკიცებულება წარდგენილი აქვს. მოთხოვნილია ჩვენი მხრიდან ზეპირი მოსმენით განიხილონ, ვინაიდან მოგვეცეს კიდევ უფრო კარგად დემონსტრირება, თუმცა მტკიცებულება წარდგენილია და თუ კი სასამართლო მინიმალურ სტანდარტს მაინც შეინარჩუნებს სამართლიანობის, რეალურად სამართალწარმოების საქმე უნდა შეწყვიტოს.